Okay. ესე იგი, პირველი ასეთი ამოცანა გვაქვს, მოცემულია წინა დადება ტრენინგზე დაასწრება სავალდებულო არ არის იმ თანამშრომლებისათვის, რომლებსაც C-დონის სერტიფიკატი აქვთო. ესე იგი, C-დონის სერტიფიკატის ქონა ათავისუფლებს ადამიანს ტრენინგზე დაასწრების ვალდებულებისაგან. თუ გააქვს C-დონის სერტიფიკატი, შეგიძლია დაესწრო, შეგიძლია არ დაესწრო, ხო? ანუ შენს ნებასურველზეო ეს ამბავეო. ტოლფასი დებულება უნდა ვიყოთ, ანუ ისეთი დებულება, რომლიდანაც მოცემული წინადადება გამომდინარეობს და პირიქით ამ წინადადებიდან ისო, ანუ ადან ბ და ბ-დან ა გამომდინარეობს. აპასუხი გვთავაზობს, ტრენინგზე დაასწრების ვალდებულების მქონე თანამშრომლებს აქვთ C დონის სერტიფიკატი. ხო, ვისაც ვალდებულება აქვს, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო ხალხი. არ ვიცით ტრენინგზე დაასწრების ვალდებულების მქონე ხალხს აქვს თუ არა C-დონის სერტიფიკატი, ხო? უფრო სავარაუდოა რომ არ აქვს. იდეაში ჩვენ ტრენინგზე დაასწრების ვალდებულების მქონე ადამიანებზე ინფორმაცია არ გვაქვს და ამიტომ უკვე დასაწუნე ეს პასუხი. თუმცა თან აქ წერია რომ C-დონის სერტიფიკატი აქვთო და თუ აქვთ, მაშინ ვალდებულება რაღაცო აქვთ, ხო? პირობასთან არ არის თავსებადი. B. თუ თანამშრომლებისათვის ტრენინგზე დაასწრება სავალდებულო არ არის, მაშინ მას თანამშრომლისთვისო, მაშინ მას აქვს C-დონის სერტიფიკატიო. აქ დებულება შებრუნდა. ჩვენ ვიცით რომ ესე იგი თუ სერტიფიკატი აქვს, ვალდებულება არ აქვს. აქ კიდევ წერია პირიქით რომ თუ ვალდებულება არ აქვს, მაშინ აქვს სერტიფიკატი. ამიტომ შებრუნებული დებულება ტოლფასი არ არის. ეს ჩვენ ვიცით. G. C-დონის სერტიფიკატის მქონე თანამშრომელს უფლება აქვს რომ ტრენინგს არ დაესწროს. ტოლფასია. ესე იგი თუ მე სერტიფიკატი მაქვს, აღარ ვარ ვალდებული რომ დავესწრო. ანუ შინაარსი უფლება აქვს არ დაესწროს, ტრენინგს არ დაესწროს, სავალდებულო არ არის რომ დაესწროს, არის ამ შემთხვევაში ტოლფასი, ხო? C დონის სერტიფიკატის მქონე თანამშრომელს უფლება აქვს ტრენინგს არ დაესწროს. ანუ ვალდებულება არა აქვს დაესწროს, უდრის უფლება აქვს არ დაესწროს. D. თუ თანამშრომელს C დონის სერტიფიკატი არ აქვს, მას არ აქვს ვალდებულება რომ დაესწროს ტრენინგს აცდენილია, სერტიფიკატის არ მქონეებზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია. ტრენინგზე დაასწრების ვალდებულების არ მქონე არც ერთ თანამშრომელს არ აქვს C-დონის სერტიფიკატიო. ესეც არ გამოგვადგება, იმიტომ რომ პირიქით იყო ჩვენ ვიცით რომ C-დონის სერტიფიკატი ათავისუფლებს ტრენინგზე დაასწრების ვალდებულებისაგან, ეს კიდევ ამბობს რომ ტრენინგზე დაასწრების ვალდებულების არ მქონე არც ერთ თანამშრომელს არ აქვს C-დონის სერტიფიკატი. ამიტომ ამ ორი დებულების თავსებადობა არ გამოდის, არ არის ტოლფასი. შესაბამისად, უნდა შევჯერდეთ G პასუხზე.